ვალერი არქანია სახელობის არტ-გალერეაში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის დაჯილდოება გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრმა და შეხვედრის სხვა მონაწილეებმა საგუნდო კაპელას და მის ხელმძღვანელ ზვიად ბოლქვაძეს ბრიუსელში წარმატებული გამოსვლა მიულოცეს. აფხაზეთის საგუნდო კაპელა ბრიუსელის წმინდა მიქაელის და გუდულა სახელობის საკათედრო ტაძარში გამართულ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდა. კაპელა ბრიუსელში გამართულ კონცერტზე ბელგიელმა მუსიკოსმა მარიან მეთიამ მიიწვია. გამართული კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება კათედრალის ისტორიული ვიტრაჟებიდან ერთ-ერთი განკითხვის დღის რეაბილიტაციას. აღსანიშნავია ისიც, რომ აფხაზეთის კაპელის მონაწილეობით ამ კონცერტზე საქართველოს უმნიშვნელოვანესი მოვლენის მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის პროცესის მონაწილე გახდა. რომ არა ძალიან დიდი სიყვარული, ხარდაჭერა და თანადგომა აფხაზეთის მთავრობისა, კულტურის სამინისტროსა, რა თქმა უნდა, ეს გუნდი ვერ იარსებებდა ამ ფორმით, ვერ ეკლებოდა ასეთი წარმატებები. ჩვენ კი ვაგრძელებთ ისევ და შევეცდებით უფრო მეტი წარმატება მოუტანოთ ჩვენს ქვეყანას. დაარსების დღიდან ამ გუნდის წევრი ვარ, ბედნიერი ვარ და ბევრი რამე შევითვისე ამ გუნდის არსებობის პერიოდში, როგორც ცხოვრებისეული, ასევე პროფესიონალური კუთხით. დღეს გადმომეცა სიგელი, ესეც ერთ-ერთი ძალიან დიდი და ჩემთვის მნიშვნელოვანი საჩუქარია და ვეცდები ამ გუნდის და საერთოდ რაც ჩვენ გუნდს სახელი აქვს, იმის იმედები გავამართლო მე პირადად, როგორც გუნდის წევრმა. ეს არის იმ შრომის დაფასება. რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს თითოეული მომღერლისთვის სიგელებით დაგვაჯილდოვეს, რომელიც სამახსოვროც არის, საპასუხისმგებლოც არის და სტიმულიც არის. ჩვენი კაპელა რა თქმა უნდა აგრძელებს მუშაობას და ვეცდებით რომ მეტი და კიდევ უფრო დიდი წარმატებები იყოს, ვიდრე აქამდე ყოფილა.